ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ვატოპედის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა თქვა ესეთი რამე. ერთი ახლობელი მყავსო, ტელევიზიით თქვა, ერთი ახლობელი მყავსო, რომელმაც მითხრა ესეთი რამეო, სოფლიო პატრიარქი არის ეკუმენისტიო. და იგი ამბობდა, რომ სოფლიო პატრიარქი არ არის ეკუმენისტი. არ ლოცულობს მწვალებლებთან ერთად. პირდაპირ ეს განაცხადა ჩვენთან საქართველოში. აბა ეს რას ნიშნავს? სოფლიო პატრიარქმა მიიღო პატივით რომის ერეს იერარქი, მწვალებელი რომის პაპი, ერთად აღავლინეს დოქსოლოგია, ლოცვა არ არის დოქსოლოგია, ღმერთის დიდების მეტყველება. რას ნიშნავს? ასე რომ ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ მამა ეფრემი არის თვალთმაქცობს და თვალთმაქცი აქედანაც ჩანს მისი სიტყვები ერთი იყო, რომ იგი არ ლოცულობს მწვალებლებთან ერთად, ანუ არ არის ეკუმენისტი და აგერ დაფიქსირდა, რომ სოფლიო პატრიარქი ლოცულობს რომის პაპთან ერთად. აი ეს არის სწორედ ეკუმენიზმი. პაპიზმი ასე ეწოდება მწვალებლობას, რომელმაც მოიცვა დასავლეთი და რომლიდანაც ხის ტოტებივით წარმოიშვა სხვადასხვა პროტესტანტული სწავლებანი. ამბობს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანოვი. რომის პაპმა ბენედიქტე მერვემ 1014 წელს შემოიღო ფილიოკვე და ძისაგან რწმენის სიმბოლოდ. აღმოსავლეთის ეკლესია მრავალი წლის განმავლობაში შეაგონებდა დასავლეთის ეკლესიას, რომ ამოეღოთ მრწამსიდან ფილიოკვეს სულის წარწყვეტელი მწვალებლური სწავლება და დაბრუნებულიყვნენ იმ დოგმატურ საზღვრებში, რომელიც პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული მრწამსის სახით. მრავალი მხილება შეგონების შემდეგ აღმოსავლეთის ეკლესია იძულებული გახდა 1054 წელს პაპისტური საკრებულო როგორც ერეტიკული მოეკვეთათ ქრისტეს ერთიანი სხეულიდან. მსგავსად სხეულის იმ ნაწილისა, რომელიც არ იკურნება და სხვა ჯამრთელ ორგანოს რომ არ გადაედოს წყული, ექიმი იძულებული ხდება დაზიანებული ორგანო მოკვეთოს. ამ საშინელი ცდომილების მიზეზით ღვთის მადლმა დატოვა პაპისტები და წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებით რომ თქვათ, ისინი ერთგულებენ მხოლოდ თავიანთ თავსა და სატანას, რომელიც ყოველი მწვალებლობის, მათ შორის პაპიზმისაც გამომგონებელი და მამაა. აქედან მოყოლებული კათოლიციზმის ისტორიაში იწყება შიზონაიდური ეპოქა. 1860 წელს პაპ პიუს მეცხრის მოწვეულმა კრებამ მიიღო დოგმატი პაპის უცდომელობის შესახებ, რომლითაც წმინდა იოანე კრონშტანტელის თქმით ეკლესიის თავად ცნეს პაპი, ტახტზე ქრისტეს მაგიერ აიყვანეს და გააღმერთეს. თვით ქრისტე კი მეორე პლანზე დააყენეს. პაპი მათი ქრისტეს ნაცვლად გახადეს. იმის კითხვა ნამდვილად ცდებოდნენ თუ არა პაპები, როდესაც ექსტრა კათედრიდან ასწავლიდნენ, ანუ ყოველ ქრისტიანს მოძღვრავდნენ. ისინი ესე ასწავლიან, რომ როდესაც კათედრიდან პაპი ასწავლის, ის არის უცდომელი. აი ნახეთ როგორი უცდომელები არიან პაპები. პაპი ვიქტორი იწონებდა მონტანისტურ მწვალებლობას. პაპი მარცელინი შევიდა ვესტას ტაძარში და მსხვერპლი შესწირა ცრუ ღვთაებას, ანუ ეშმაკს. პაპი ზოსიმე 414 წლები იწონებდა პელაგიანურ მწვალებლობას, რისთვისაც მეექვსე მსოფლიო კრებამ ის დაგმო. პაპი პიუს მერვე მე-19 საუკუნე კიცხავდა ბიბლიის მკითხველთ. პაპი ჰონორიუსი მონოთელიტური ერესის მიმდევარი იყო, რის გამოც მეექვსე მსოფლიო კრებამ დაგმო იგი. ძალიან ბევრი ჩამონათვალი არის, ამას ყველას ვერ წავიკითხავ. პაპმა კლიმენტი მეხუთემ კოცონზე დაწვა ჯორდანო ბრუნო.
პაპმა ურბან მერვემ ტრიბუნალში თვითონ გააგზავნა გალილეო გალილეის შრომა და 70 წლის ჯანმრთელობა შერყეული მეცნიერი ინკვიზიციის სამჟავროზე წარდგა. ტრიბუნალმა მოხუცი გავარბარებული შანთებით აწამა. ცალკე უნდა ითქვას ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ. პაპმა ინოკენტი მესამემ 1198-1216 წლებში მოაწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. აიღო და დაანგრია კონსტანტინოპოლი. 1212 წელს მოაწყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა. 30,000 ბავშვს საფრანგეთიდან შეუერთდა 20,000 ბავშვი გერმანიიდან. მათი უმრავლესობა დაიღუპა ალპებში. დაიხრჩო ზღვაში. გადარჩენილები კი ეგვიპტეში მონებად გაიყიდა. და ასე შემდეგ. საქართველოს ისტორიიდანაც არის შავი ლაქა კათოლიკეებთან დაკავშირებით. მაგალითად რუსუდან დედოფალმა თამარის შვილმა როდესაც მიწერა პაპს წერილი და იყო ესეთი შინაარსის რომ თაყვანისცა მას, ანუ ჩემი სკიპტრა შენ ფეხებთან დამიდიაო. ახლობით შინაარსი ესეთი, ანუ თაყვანის ცემა გამოხატა მან. ამის შემდეგ ვიცით რომ შემოესია თბილის ჯალალედინი და ყავს 100,000 მოწამე. აი სწორედ ამის გამო როგორ შეიძლებოდა ვთქვათ თამარის შვილს, რომელსაც უძლიერესი ლაშქარი ყავდა, უძლიერესი იყო საქართველო. დაახლოებით 90,000-იანი ლაშქარი ყავდა ქართველებს. და წააგეს ჯალალედინთან ბრძოლა. ესეც სასჯელი იყო სწორედ აი ამის გამო. და მრავალი ესეთი შავი ლაქა არსებობს კათოლიკეებთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვინდოდა ვთქვათ ურთიერთობა დასავლეთის ეკლესიასთან და ხდებოდა ხოლმე შემდგომ ღალატი, ანუ ფიზიკურ დახმარებას ისინი არ გვიწევდნენ, არც ჩვენ, არც კონსტანტინოპოლს არ გაუწიეს დახმარება, არამედ პირიქით, მათი ერთადერთი მიზანი იყო გავრცელება, პროზელიტიზმის გავრცელება. ანუ მისიონერობა საქართველოში და გავრცელება კათოლიციზმისა. და სხვათა შორის ესეთი მღვდელმთავარი იყო ანტონი ჭყონდიდელი, რომელიც იყო გვარად დადიანი, დიდგვაროვანი. კათოლიკეები შემოდიოდნენ საქართველოში, ჰქონდათ ხელოვნება, ანუ მედიცინური ხელოვნება ჰქონდა მათ, ისინი ადამიანებს კურნავდნენ და ასწავლიდნენ ასევე ლათინურს. და როდესაც ნახაო ანტონი ჭყონდიდელმა დადიანების კარზე, რომ სიმართლესთან ერთად მწვალებლობას ურევდა, მან უთხრა ესეთი რამე: ჩაასხი ღვინოში, ჩაასხი ჭიქაში ღვინო და წყალი ისე რომ ერთმანეთს არ შეერიოსო. და უთხრა შეუძლებელი არისო ესეთი რამეო კათოლიკე პადრემ. ასევე შეუძლებელი არისო ჭეშმარიტების და სიცრუის ერთად მოთავსება, ისე რომ ერთმანეთში არ შეერიოსო. და დაითხოვაო კარიდან, დადიანების სასახლიდან იგი. აი ესეთი არის მწვალებლური შხამი. წმინდა იოანე კრონშტანტელი ამბობს, სწორედ მისი პაპის შეუმცდარობა შეიცავს მის უდიდეს ცოდვიანობას. კათოლიკური ცხოვრების ყველა საუკუნეს წითელ ხაზად გასდევს მართლმადიდებლობის სიძულვილი, ფანატიზმი, მართლმადიდებელთა დევნა და მკვლელობანი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დავსვა მკითხვას, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება პაპისთა მიმართ, რომელიც თავიანთ თავს ქრისტიანებს უწოდებენ. სახარებისეულ მცნებათა და წმინდა მამათა განწესებების შერყნა თვალნათლივ და გადაჭრით განაშორებს რომის ეკლესიას მართლმადიდებლური მოძღვრებისაგან. ერთიანი კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის მიერ დაგმობილია პაპიზმი, ანტიქრისტეს წინა მორბედი ურჩი პაპები კი განკვეთილნი არიან ეკლესიიდან. კაცთა პირველობასა და უცდომელობაზე დაფუძნებული რელიგია
ცრუ მესიის ანტიქრისტეს რელიგიაა. წმინდა მოციქულთა 65 კანონის მიხედვით ეკლესიაში დაკანონებულია თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. წმინდა პავლე მოციქული კი გვასწავლის, რა აქვს საერთო ქრისტეს ბელიართან, ანუ სატანასთან, ან რა აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან. მე-6 და მე-7 მსოფლიო კრების დადგენილებაში ვკითხულობთ სამგზის ანათემას საეკლესიო გადმოცემისა და წმინდა ნეტარხსენებულ მამათა კანონების საწინააღმდეგო ქმედებას. უპირველეს ყოვლისა უფლისა და ეკლესიის ურჩ პაპისტებზეა თქმული მაცხოვრის ეს სიტყვები. უკვე თუ ვინმე კრებულისაიცა, ანუ ეკლესიის არა ისმინოს, იყავნ იგი შენ და ვითარცა მეზვერე და წარმართი. ანუ ეს არის მაცხოვრის სიტყვები, რომელიც წერია მათეს სახარების მე-18 თავის მე-15-მე-17 მუხლებში. ანუ ეკლესიის ვისაც არ მოისმენს ეკლესიის ხმას, იყოს შენთვის ვითარცა მეზვერე და წარმართი. რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში შეაგონებდნენ დასავლეთის ეკლესიას, რომ ეს დიდი ცდომილება გამოესწორებინათ. მაგრამ არ გამოასწორეს, არ შეცვალეს მწამში, ამიტომ მოხდა მათი განკვეთა. ამის შემდეგ ნანობენ ისინი ამ ცდომილებას, ანუ ცდილობენ რომ გამოასწოროს. რა თქმა უნდა, არა. ასე რომ ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანების დამოკიდებულება კათოლიკეებთან, ანუ მწვალებლებთან მიმართებაში უნდა იყოს ასეთი. შენთვის უნდა იყოს როგორც მეზვერე და წარმართი. არავითარი სიკეთე არ მომდინარეობს მათგან. არავითარ სიკეთეს არ უნდა ველოდებოდეთ ჩვენ. გავიხსენოთ წმინდა, უпростоრად წმინდანი არ არის, მან რჯული უარყო, მაგრამ ამბობენ რომ შემდეგ შეინანა და რუსეთში არის დაკრძალული მართლმადიდებელ მონასტერში სულხან საბა ორბელიანი, რომელიც წავიდა რომში იმის გამო, რომ საქართველოსთვის რაღაც დახმარება გაეწია დასავლეთს. მაგრამ მოხდა რა, კათოლიკობაც კი მიიღო მან, მაგრამ დახმარება მაინც არ აღმოუჩინეს და საქართველოში ჩამოვიდა გაძვალ ტყავებული, ფულიც კი არ ქონდა მას, აი ესე გაუბედურებული ჩამოვიდა საქართველოში. აი რომელი ეპოქა შეიძლება გავიხსენოთ კათოლიკეებთან ურთიერთობისა, რომ მიგვეღო რაიმე სიკეთე. არავითარი რა სიკეთე უნდა მოდიოდეს ადამიანებისგან, რომლებიც ღმერთს განუდგნენ. შეუძლებელია მსგავსი რამე. ხოლო წმინდა მოციქული პავლე გვაკურთხებს, გლოცავ თქვენ ძმანო, ეკრძალენით მათგან, რომელნი იგი წვალებასა და სასტურსა იქმან გარეშე მის მოძღვრებისა, რომელი თქვენ გისწავლიეს და განეშორენით მათგან, რამე თუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, არა ხმონებენ, არამედ თვისა მუცელსა და ტკბილად მეტყველებით ამით და კურთხევითა აცტუნიან გულნი უმანკოთანი, რომელთა მიმართ მე-16 თავის მე-17 მე-18 მუხლები. წვალებელს ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ განეშორე, გვიმეორებს პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში. იესო ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არ ყავს ღმერთი. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახში და ნურც მიესალმებით მას. რამე თუ რომელმან რქუას მას გიხაროდენ, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა. აი ესე კაცრად არის დაწესებული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წვალებლებთან ურთიერთობა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი და ღმერთმა არ დაუშვას ჩვენს ქვეყანაში აი ამ დიდი ერეს იერარქის ჩამოსვლა, რომ არ მოხდეს ისევ და ისევ შფოთი.
რომის პაპს დაატარებენ მუსულმანებთან, დაატარებენ მართლმადიდებლებთან, რისთვის დაატარებენ? იმისთვის, რომ მოხდეს სინკრეტიზმი, რელიგიების გაერთიანება, სხვადასხვა წარმართული ელემენტების შეტანა და რაც არის პანეკუმენიზმი. პანეკუმენიზმი არის რელიგიების გაერთიანება, ეკუმენიზმი კი ნიშნავს დენომინაციების გაერთიანებას. ანუ იკრიბებიან თითქოს რაღაც საერთო აზრი გამოიტანონ და ჭეშმარიტებამდე მივიდნენ. აი ამ მიზნით იყო დაწყებული ეს ეკუმენიზმი, მაგრამ ხედავთ რომ დღეს უკვე საუბრობენ გლობალურ პრობლემებზე, ნარკომანიაზე, ძალადობაზე, მაგრამ სარწმუნოებრივ განსხვავებაზე არავინ არ საუბრობს. მათთან ურთიერთობა უნდა იყოს ასეთი. თქვენი სტომილება არსებობს ამაში. უნდა შეინანოთ ეს, რომ გავერთიანდეთ ჩვენ. თუ ამას არ ნანობენ და თუ ამ საკითხებს არ სვავ, მაშინ რა პრობლემებზეა საუბარი, რა ნარკომანიაზეა საუბარი, რა ურთიერთობა გაქვს საერთოდ მასთან. როდესაც პირდაპირ ღმერთი გიკრძალავს მასთან ურთიერთობას. იყოს შენთვის როგორც მეზვერე და წარმართი. გამარჯვებაც კი არ უთხრაო, მათო სახლში არ მიიწვიოთო. გიხაროდენ ნუ ეტყვიო, თორე ეზიარებიო მის ბოროტ საქმეებს. ანუ შენს გასვლილი ხარ მასთან ერთად. შენც მტერი გახდები ღმერთის. ღმერთმა განგვინათლოს გონება, რომ ამოგვეცნოს სად არის ჭეშმარიტება და სად არის სიცრუე. მიწიერ კეთილდღეობას გამოკიდებული ადამიანი არასოდეს არ იქნება ქრისტიანი. და მიწიერი კეთილდღეობიდან, როდესაც ზომავს ყოველივეს. რაც შეეხება სარწმუნოებას და ასე შემდეგ. გამორიცხულია, რომ ესეთი ადამიანი იყოს ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ქრისტიანი და მიმდევარი მოციქულეობრივი სწავლებისა. შეუძლებელია ემსახურო ღმერთსაც და შეუძლებელია ემსახურო წუთი სოფელსაც. ვისაც სურსო მეგობარი იყოს წუთი სოფლისა, იგი მტერად ღმერთსა აღუდგებისო. პირდაპირ ამბობს მოციქული. მეგობარი წუთი სოფლისა, მტრობა არის ღმერთის წინაშე. წავიკითხოთ წმინდა წერილი და კარგად გავიაზროთ თუ რას გვეუბნება და შეგვაგონებს ჩვენ ღმერთი მოციქულების მეშვეობით. ღმერთმა გაგაძლიეროთ და დაგვიცოთ.